ეხლა ვართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც ცოტა ხანში დაიწყება კვალიფიკაცია დრაგისთვის. მანამდე დავათვალიერო და გარშემო რა ხდება, როგორ ხდება. ვეღარ მოვახერხე გარეთ ტალახიანი ლომით მოვედი. ყოს მარტო, ნიურო იყოს ხორა. წავედი. მიდია გავიდე დათვალიერებს. გამარჯობა. აუ. ალექს. დაგამძრა. თათმანი გავდრა. ძალიან გასარეცხი ყავს. ლაგუნაზე ვერ შევიარე. გასარეცხი არ უნდა გავხდე რომ. რა? როგორ ის რა ვქნათ? ეშეკი, ბეკი. საჩეჩხოლა. არ ვიცი. ანდეს კვალიფიკაციას ვერ გავივლი, ხო? ანეთი ვარიანტია. ჩატიგერი. ხოგია. კარგად. აჰა. 1 საათი მინიმუმ გაქვს დაახლოებით. ბარემ გააკეთე რომ კვალიფიკაცია ზიარო, გაიხო. ოკეი. რა შეგაწყენე? არის მილო გოგოებში არის ხო? არა. ჩემი ტექ დახმარების ჯგუფში ხარ შენ? ტექ დათვალიერებაზე შემექნა პრობლემა. აღმოჩნდა ხარვაზე. უკანა ჩანგავს, უკანა შუაში. მარცხენა ჩანგავს. გადიოდა ზეთი, მაგრამ შეიძლება იყოს ძველი ზეთის ნაკვალევი, იმიტომ რომ სამწუხაროდ სიჩქარეში ვერ მომასწარი ბაიკის გარეცხვა და მოტოციკლებას ცოტა ხნის წინ შევცვალე. პილნიკები და სანიკები. ეხლა ჩამოვედი რუსთავში. მეგობრებმა გამირეცხა ბაიკი, მომცეს დრო 1 საათი რომ გამერეცხა და ნახავდნენ თუ ძველი ჩარჩენილი ზეთია. იყო ესე იგი პრობლემა არ არის, თუ ისევ გაუშვა ზეთი, უკვე დავხარვეზდები და დღეს ვეღარ მომანაწილეებ კვალიფიკაციაში. და მექნება დღევანდელი დღე რომ გამოვასწორო ხვალ უკვე შეჯიბრისთვის იმედია. მარტივად მოვგვარდები. იმიტომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გადავანაწილე ჩემი გრაფიკი ისე, რომ სათანადო დრო დაუთმო მოტოსპორტს. საქმეებიდან გამომდინარე, ისა მაგ დროის მენეჯმენტი გაკეთებული, რომ ბევრ დროს ვერ უთმობ სამწუხაროდ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ საქმეს არა. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ ზუსტად ტატუების მხრევა, მაგრამ მინდა რომ მოტოსთვისაც სათანადო დრო გამოვნახო. და უფრო აქტიურად ჩავება, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩემს ხელს არსებული რესურსით, დროის რესურსია ძირითადად საუბარი ვახერხებ მხოლოდ სამოყვარულო დონეზე მიმონაწილეო და მინდა რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესო შედეგი და მივახოდე მაინც პროფესიონალი რაიდერების შედეგებს. ნუ ჩემი თავი წინ წავწიო და ის შედეგი რაც ასე ვთქვათ პროფესიონალ კლასად მოყოფილებს. ოკეი, ნახოთ ახლა რა საშ. ეხლა ჯერჯერობით რასაც ხედა წყალია და ნახოთ. რაცა ეგა. შენ დაგაბრალებ. ვინც არ მინახე ხარ დავარჩი. ოკეი. თუ დამბრაკავთ Red Bull დამალევინეთ. აჰა. ოკეი. Yes. Scusi. Fotisi? Champion რა ხარ? ხად აგროვებ ხო მედლებს ყველა იმაში? ვსდილობ.
ახლოდან გილოცე იმ დღეს წესიოთ აღარ ვხედა. რა ხდება? გება გოგოების კლასი? არა ეს. არა? მე ვეწერები კუზანოთ. აი ხა. ვისთან წერები? კუზანოთ. შენი შაშე გიწევ მიჯერს კლასში გამოსვლა. გამოდივარ. კი. ბარო. აუ, მოიცა. ხარ გამოილიში ჩემო. რავახ. ვა, შერავა. აი ფულიც. მაგარ მოწვევს და ვიცევთ მაგ ფულს. დიგაც. აცხოვრება მოვიდა. ცხოვრება მოვიდა. კაცი შორიდან უნდა უკუეს. შოდი რატო უკაფოს დოგი? აფო საჩამოგიშველი მარტო მონაწილეები. იქ არ დავიახო ზედმეტი ხარ. გაიყვანე, გაიყვანე. ო, ძმა. როგორი უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელი. ვერისა. ბრიფინგის დაწყება 2 საათის დაგვიანებით. იმედი მაქვს რომ ნენა დავიხვეწებით და პუნქტუალურები გავხდებით. რო ჭირდება რა თქმა უნდა რომ ყველაფერი მოგვარდეს. ნენელავს სწავლობთ რაღაცებს. ტექნიკურად გამართულად ბევრ რაღაცას ვერ ვაკეთებ, მაგრამ თავარია ვაკეთებთ. იმიტომ რომ დღეს ღევანდელი რესურსი თუ არ დავიწყეთ ამის კეთება, ხვალ და ზეგ არასდროს მოვეს რომ უცებ 0-დან 100 დავდებ შედეგს. ამ პროცესში ყველა ადამიანი ჩვენ როლს ვასრულებთ. დაწყებული მონაწილით, ორგანიზატორით, სპონსორით, მაყურებლით და ასე შემდეგ. ყველა პუნქტი საჭიროა იმისათვის, რომ ჯაჭვური რეაქცია მოხდეს და შეიკრას ეს ჯაჭვი. დატრიალდეს. ჩვენი ორი ბორბალი სათანადოდ. აი ჩვენი სანდროც, რომელიც მაგარ კონტენტს ამზადებს, ფოტოშორის ძალიან საინტერესო კონტენტი ექნება. ხას იქით ვიკრიბებით? რამდენი გოგო ვართ? ჯერ ერთხელ. მოკლედ რომ მოგიყვეთ რა ხდებოდა ბრიფინგზე, ძირითადად განვიხილავდით ახალი აპარატურის მუშაობის პრინციპს. ცოტა ხნის წინ მოტოფედერაციამ შეიძინა დრაგის აპარატურა, ეს არის შუქნიშანი თავის სრული აღჭურვილობით. ამ აპარატურით ავტომატურად ხდება ბოლელის პოზიციის განსაზღვრა სასტარტო ხაზთან, ანუ როდესაც ბოლელი დადგება სასტარტო ხაზთან, სენსორი აღიქოს რამდენ სწორ პოზიციაზეა და ამ დროს ინთება ზედანათურები, რომლებიც აფიქსირებენ სწორ პოზიციას. მას მერე რაც ორივე ბოლელი დაიკავებს სასტარტო ხაზს, უკვე იწყება შუქნიშნის ათვლა. ბოლო ყვითელი ნათურის ჩაქრობის შემდეგ კი, სანამ აინთება მწვანე, ამ შუალედში იწყება სტარტის დროის ათვლა. რაც ყველაზე კარგია ამ დანადგარში არის ის, რომ ფასტარტის ვლინდება სწორედ ამ დანადგარის მეშვეობით სენსორი ავლენს ნადრევად დაწყებულ მოძრაობას. ანუ ადამიანის ჩართულობა აღარ არის ამ პროცესში საჭირო, რაც ძალიან კარგია. დროის ფაქტორის გარდა, ბევრად სამართლიანი ბრძოლა წავა და აღარ იქნება სადაო საკითხები, აღარ იქნება ვინმე ადამიანის კომპეტენციაზე დამოკიდებული. ნამდვილად იყო ფასტარტი თუ არ იყო. ასევე ფინიშის ხაზთან არსებული სენსორები განსაზღვრავს, ვინ გადაკვეთა ზოლი პირველმა. ეს ძალიან კარგი ფაქტორია, რადგან აღარ იქნება საჭირო ფოტოფინიში, რასაც თავისთავადაც დამატებითი დრო მიჰქონდა ხოლმე, სანამ გადაამოწმებდნენ ვიდეოს, ვინ დააფინიშა პირველმა. ეს არის ძალიან კარგი ნიუანსი, ასე რომ ამ სისტემის დამსახურებით დროშით საკმაოდ შემცირდება ეს პროცესი და რა თქმა უნდა, უკვე სამართლიანი ბრძოლა წავა და აღარ იქნება ადამიანების მიერ გადასაწყვეტი სადაო საკითხები. მოკლედ კარგი სიახლეებია. რაც შეეხება ფასტარტებს, პირველივე ფასტარტი იქნება იმ გარბენის წაგება. მან ნახე რა სიტუაცია არის. მომავალი ეტაპები გვექნება. როგორც ახლა მაგალითად ეკიპირება არ არის, ახლა ხედავთ. რიცეპტი. ექსესიანები ჩვეულებრივ, ხო კი? გავკეტაოდეთ რა. გავერთოთ. აჰა. თაბუროთ კი არ დამიშვია ახლა სუსტ. ვიღებ ზოგადად მონახილეობას ესეთ ფონზე. ჰა. მაშინ ვაფშე შეჯიბრი წრიულრბოლაში უნდა მიმეღო, მაგრამ მე-12 მოსახოვი მიყვარს მე ძალიან. მახსოვს. თან მაგ დღეს მგონი ორჯერ წაიქეცი, ხო? რეკორდი მოხსენდი ის. კი. შენ ძალიან არ გაგიმართვა მაშინ. აუცილებლად. სიტყვა გადმოგვიგდო. კატასო. Kupi gaučit. Batono konkurento. Kone se bude osnijelo robot. Ramden zek. Eha este epsandi da udira. Zan harbi.
კაცის დაბალზე რომ უნდა დავწერო შეიძლება. ძალით ხო? ძალით. რა თქმა უნდა. დაკითხვა. Misho! Shabish! The Michael of the Gatava. მორულების გახურებაზე მითხარ. აროჩე პირველს მოხავს ნარდები. ზეზენეღენა და გახურებულია. ერვილო. თეთრი რო აიტება შეგიძლია შეხვიდე შუაში რა თეთრია. ხოძე ხარ, ყوردარიულო. არა. აი გოგო. აი ბიჭი. გავიძრები არ დავჭიო. ვიდრე გავიდავდივარ. ეხა მეორეზე უკეთესი მოჭიდება ქონდა აშკარად რომ გახსოვდა საბურავო. კიდევ ცოტა საათი ამის გამართა. Every minute with the fever dreams, I push my mind to a limit where it needs to be. I work blind, got vision I don't need to see. I'm picking mind over matter, I believe in me. I need to find more hours in the day to breathe. Need to find more power in the way I be. And when my mind turns sour with the painful scenes, I need to scream out loud, I can't stop me. I wanna be the greatest like Rocky. You know I leave them all hating like a hobby. I'm out here making moves like a lobby. And if you ain't with me, it's your lossy. I got my mind on the facts, I'm a python, grab what I like real fast. Took until I have everything I attack, everything that I lack, everything that I want, and I see matter of fact. Cause I'm my own worst enemy. Only if I let it be. I can control anything if I can just think carefully. I control my destiny. Deep up in my mind I manifest it. Every morning I wake up obsessed and everything I do the best. And deep within my mind you know I'll always manifest it. აჭი მარცხენა ზოლიდან უშვებ პიტლეინზე შესასვლელად მარცხენა ზოლიდან. და გავარ. მინი აბა